მას ასე მეგობრებო, როგორც ჩანს, ირანში მოწყობილ ხოცვა-ჟლეტას, რომელსაც საკუთარ ხალხს უწყობს ირანის ტერორისტული რეჟიმი, შეეწირნენ ქართველების, როგორც ფერეიდნელი ქართველები საქართველოში ყვებიან, მათ წირი ინფორმაციის საფუძველზე, რა ინფორმაციებიც აქვთ ირანიდან, როგორც ისიც ირანში გათიშულია, როგორც ინტერნეტი, ასევე ტელეფონი, სატელეფონო კომუნიკაცია, ამ ინფორმაციის საფუძველზე დაახლოებით 20-მდე ქართველი, ფერეიდნელი ქართველი არ დაღუპული ქალაქ ისპაჰანში, ისპაჰანი არ დაახლოებით 100 კილომეტრში, ლოკაციიდან, სადაც ცხოვრობენ კომპაქტურად ქართველები, ანუ ფერეიდნიდან, როგორც ისიც ფერეიდანი არის ისპაჰანის პროვინციის ერთ-ერთი რეგიონი. თავად ფერეიდანის ქალაქებში, მაგალითად მარტყოფში, როგორც ისინი ამბობენ, სხვერპლი არ არის და ფერეიდნელი ქართველები დაიღუპნენ დიდ ქალაქებში, მათ შორის დედაქალაქში თეირანში და ახლომდებარე ფერეიდანთან ახლომდებარე ქალაქ ისპაჰანში, რომელიც არის სიდიდით მესამე ქალაქი ირანში და ახლობით 2.130.000 ცხოვრობს ისპაჰანში და იქ ისტორიებს ყვებიან, რომელიც თქვათ ხა დეტალებისგან თავ შევიკავებ, როგორ ესვრიან პირდაპირ დამიზნებით, მათ შორის ქალებსა და ხანშესულ ადამიანებს, მორალის პოლიციის და ისლამის მუშაკთა კორპუსის წევრები. ხა მე გაჩვენებთ რუკას, სადაც ნაჩვენებია თუ სად ვითარდებოდა და სად ვითარდება პროტესტი ფერეიდანში და ამ რეგიონთან ახლომდებარე ქალაქებში ისპაჰანის პროვინციაში. აქ ხედავთ მარჯვნივ ქალაქ ისპაჰანს, მარჯვნივ ცენტრში არის ქალაქი ისპაჰანი, ხოლო შუაში, აი მთიანეთი რაც არის, არის სწორედ ფერეიდანი და ქალაქი ფერეიდუნ შაჰრი, მარტყოფი და შემდეგ ქალაქები, სადაც ქართველები ცხოვრობენ, დაახლოებით 100,000-ზე მეტი ქართველი ცხოვრობს იქ და დიდ ქალაქებში, რა თქმა უნდა, თეირანში და სხვა დიდ ქალაქებში, სადაც დადასტურებულად, როგორც ყვებიან, უკვე მე თავიდან წავიკითხე ფერეიდიდან საქართველომდე პოსტი, თუმცა ამის შემდეგ უკვე დადასტურებულად სხვა ფერეიდნელი ქართველებიც ყვებიან, რომ დაიღუპნენ ქართველები, დაიღუპნენ არა, მოკლეს ქართველები ირანელმა ტერორისტებმა, რომელიც ქვეყანას მარწუხებივით არიან შემოჭრდობილი რამდენიმე ათეული წელია. გავაწლები და ისტორიაში ჩაიწერება ეს სიტყვები, რომ მაშინ როცა საკუთარ ხალხს აშირებდნენ და აჯერებდნენ, რომ ილუზიურ მტერს ებრძოდნენ და ამ მტერს ანადგურებდნენ, საკუთარ ხალხს ესროლეს. ასე არის ორივე 21 საუკუნის ორივე დიქტატურის შემთხვევაში, ორივე სასტიკმა დიქტატურამ საკუთარი ხალხი გააწყვიტა. თუ ჩრდილოეთში ხალხს არწმუნებდნენ, რომ ისინი სლავებს დაიცავდნენ რუსეთსა და უკრაინაში და მტერს აკავებდნენ და მტერს ებრძოდნენ, სწორედ სლავები გაანადგურეს ჩვენმა ჩრდილოელმა მეზობლებმა, დიქტატურა აქვს მოწყობილი და სამხრეთში საერთოდ პირდაპირ ცეცხლსასროლი იარაღი ესროლეს მშვიდობიან მოსახლეობას, რომელსაც დაცვის საშუალებას არ ჰქონდა დამიზნებით და არა მხოლოდ ჩვეულებრივი იარაღი, არამედ ტყვიამქვევებიდანაც და შვილი კალიბრის იარაღიდანაც ესროლეს ხალხს და სისხლის გუბები დააყენეს. სამწუხაროდ ასე უწევს ხალხს არა, შთამომავლობას, ახალგაზრდებს სისხლით გამოისყიდონ თავიანთი წინაპრების დანაშაული და მე ამ ასეთი ტერორისტული რეჟიმების მოშორება და თავისუფლება ახალგაზრდებს უჯდებათ სისხლის ფასად. მიუხედავად იმისა, რომ დემოკრატია ძალიან სუსტია, დიქტატურასთან ბრძოლაში სოფლიოში არ არსებობს უკეთესი მმართველობის ფორმა ვიდრე დემოკრატია. და ყველა ვინც საწინააღმდეგოს გეუბნებათ, გატყუებთ. ირანშიც და რუსეთშიც წითელი ხაზები გადაილახა და ან ნადგურდება დიქტატურა, ან ნადგურდება ხალხი. სხვანაირი სტატუს კო უბრალოდ დიდხანს ვერ გაძლებს. სხვა შორის ჩვენ ვისაუბრეთ მშვიდობიან მოსახლეობაზე ირანში და აუცილებლად უნდა ვახსენოთ ქურთები, რომლებიც ალბათ ერთადერთი ხალხია, რომლებიც იარაღით ხელში იბრძვიან ამ წუთას, რა ინფორმაციების გამოდის. ის რომ ქურთები იარაღით ხელში იბრძვიან ეხლა და ახერხებენ წინააღმდეგობას და ამ შესახებ მსოფლიოს ესმის, ეს შეიძლება იყოს ორი რამის ბრალი. ის რომ ქურთები მზად იყვნენ წინააღმდეგობისთვის, ეს ერთი, მაგრამ მეორე, ქურთები ცხოვრობენ კომპაქტურად ისეთ რეგიონებში, რომელიც ესაზღვრება ერაყს და შესაბამისად მათთვის ინფორმაციის მსოფლიოსთვის მიწვდენა უფრო მარტივია, ვინაიდან მათ შეუძლიათ საზღვრის გადალახვა, შესაბამისად ერაყის ინტერნეტის, მობილური ინტერნეტის დაჭერა და ასე ინფორმაციის გამოქვეყნება ისე რომ მთელმა მსოფლიომ გაიგოს. და რეალურად ალბათ დიდი ბრძოლებია ცენტრშიც. თვითონ ირანელი ხალხიც იბრძვის, თუმცა ამის შესახებ ძალიან მწირი ინფორმაციები გამოდის. გათიშულია ინტერნეტი და გათიშულია მობილური კავშირი. მე წინა ვიდეოში ვისაუბრე 28 დეკემბრიდან 11 იანვრამდე პრინციპში ყველა მოვლენაზე დეტალურად წინა ვიდეოში, თუმცა გაგრძელება ჯერჯერობით
გაგრძელებას ამ ვიდეოების აზრი არ აქვს, იმიტომ რომ აი საერთოდ არ არის ინფორმაციები არ გამოდის და რა ინფორმაციის ქვეყნდება ერთადერთი რაც გამოდის ეს 12 იანვრის ინფორმაციაა, როდესაც 13 იანვარს უბრალოდ Iran International-მა გამოაქვეყნა ინფორმაცია, რომ სულ მცირე 12000 ადამიანი დაიღუპა და ეს 12000 ადამიანი 12-დან 20000 მერე გაიზარდა და გახდა 20000 ადამიანი, მაგრამ რეალურად რაც აქვთ სახელით და გვარებით და ფოტოებით, ეს არის 2000 ადამიანი, ვინაობა ვისიც აქვთ დადგენილი უფლებადამცველ ორგანიზაციებს, რომლებიც ცხადია მოქმედებენ მალულად, რათა დაემალონ ირანულ ესეთ სასტიკ ძალას, რომელიც საკუთარ ხალხს ხოცავს. 13 იანვარს ერთადერთი ეს ინფორმაციაა, რომ ხოცვა-ჟლეტა, რომელიც შეფასდა სოფლიო ისტორიკოსების მხრიდან უკვე როგორც ირანის თანამედროვე ისტორიაში ყველაზე მასშტაბური ხოცვა-ჟლეტა. თუმცა მე ამის შესახებ უკვე სხვა ვიდეოებში ვისაუბრებ, უფრო დეტალურად ვისაუბრებ. დღეს მინდოდა მხოლოდ აი ფერეიდანზე და საქართველოს კონტექსტზე ვისაუბრებ. ეხლა სავარაუდოდ მოსალოდნელია სოფლიოს ახალი გადანაწილება. მე ვსაუბრობდი ქურთებზე. როგორც იცით, ირანში არის დაახლოებით 80 მილიონზე მეტი მოსახლეობა და აქედან 51%-ია მხოლოდ სპარსი. დანარჩენი არის ეთნიკურად სხვა წარმოშობის, მაგალითად 20 მილიონზე მეტია ეს აზერბაიჯანელი ცხოვრობს. არის ასეთი აზერბაიჯანის პროვინცია, სადაც ეს აზერბაიჯანელები ცხოვრობენ და ორჯერ მეტი ვიდრე თავად სახელმწიფო აზერბაიჯანში, რომელიც ჩვენს მეზობლად მდებარეობს. და არსებობს ასევე როგორც ვახსენე ქურთები, რომელიც გაცილებით ნაკლები დაახლოებით 7% ირანის მოსახლეობის და როგორც ჩანს შესაძლებელია ყველაზე ახლოს არიან დღეს ქურთები არა მხოლოდ ირანში, არამედ მის მოსაზღვრე რეგიონებში, ქვეყნებში, რომ შექმნათ საკუთარი სახელმწიფო. ამ უზარმაზარ ერს საკუთარი სახელმწიფო ჯერ კიდევ არ გააჩნია. და ასეთი ახალი გადანაწილების პირობებში როგორ ხვდება საქართველოს ამ გამოწვევებს. არის თუ არა მზად, რადგან ჩვენ გვახსოვს, რომ წინა ასეთ სოფლიოს ტერიტორიულ გადანაწილებებს საქართველოს ან შეხვდა წაგებულის მხარეს, ან შეხვდა ოკუპირებულ მდგომარეობაში. და არის თუ არა წაგებულის მხარეს საქართველოს დღეს ეს არის მთავარი შეკითხვა. იმედია რომ არ აღმოჩნდება წაგებულის მხარე და ჩვენ ამ სოფლიო ტერიტორიულ გადანაწილებას შეხვდებით როგორც ძლიერის პოზიციიდან. შეგახსენებთ რომ წინა გადანაწილებები ასე იყო, მაგალითად 1918 წელს ჩვენ დიდი მოკავშირე ყავდა გერმანიის სახით, რომელმაც საქართველოს სახელმწიფოებრიობა უზრუნველყო, თუმცა შემდეგ ის დამარცხდა პირველ მსოფლიო ომში და შესაბამისად გერმანიის სახით საქართველოს დიდი მოკავშირე დაკარგა და მერე უკვე საქართველოს ოკუპაციას ერთ ნაბიჯზე იყო. მომდევნო გადანაწილება მოხდა 1922 წელს, როცა ჩვენს რეგიონში განსაკუთრებით, როცა ორი დიდი ახალი სახელმწიფო შეიქმნა, თურქეთის რესპუბლიკა და შეიქმნა ირანში ასევე რესპუბლიკას აპირებდა შეიქმნა რეზა ფეჰლევი, რომელიც სხვა შორის იყო ქართველი დედის შვილი, პირველი შაჰი ფეჰლევების დინასტიიდან, რომელმაც ჩამოაგდო ყაჯართა დინასტია, ყაჯარი იყო აღა მაჰმად ხანი და ეს დინასტია ჩამოაგდო რეზამ და ირანში თანამედროვე სახელმწიფო შექმნა. მან გააუქმა ყველა ძველი კანონი, თავის მოსახლეობას აიძულა რომ ევროპული დასავლური ტანსაცმელი ჩაეცვათ, აკრძალა სპარსული ტანსაცმელი, აკრძალა ასევე სწავლება ისლამურ რელიგიურ დაწესებულებებში და სკოლებში შემოიღო სწავლება, ასევე ძალიან ბევრი ისეთი რეფორმა გაატარა, რომელმაც თანამედროვე სახელმწიფოდ აქცია ირანი. მერე უკვე 1979 წელს მისი შვილი ჩამოაგდო სწორედ ამ ისლამურმა ძალებმა და ისლამური სახელმწიფო შეიქმნა ირანში. მე ამის შესახებ ვაპირებ ცალკე ვიდეოს გადაღებას რეზა ფეჰლევიზე. ეს იყო პირველი, როგორც გითხარით, პირველი შაჰი ფეჰლევთა დინასტიიდან და მისი დედა იყო ემიგრანტი, ქართველი მუსლიმი ემიგრანტი, რომელიც საქართველოსდან გადავიდა ირანში, მას შემდეგ რაც რუსები შემოვიდნენ საქართველოში და კავკასიაში. ყველა დეტალს ამასთან დაკავშირებით, რეზასთან დაკავშირებით და იმასთან დაკავშირებით, როგორ მოახერხა ინგლისელების დახმარებით, მან ჩამოეგდო ყაჯართა დინასტია. ამას შესახებ ამ ვიდეოში ვსაუბრებ. ასევე ამ ვიდეოში იქნება გახსოვთ ცნობილი ამბავი არსებობს, სტალინისტები ყვებიან ხოლმე, რომ სტალინს დაუჩოქა ირანის შაჰმა და სტალინს უთქვამს, რომ ამას ხედავდეს ნეტავ ძველი ქართველი გიორგი სააკაძე და შემდეგ, ვინც იბრძოდა, თქვათ, ირანის წინააღმდეგო და ეს ისტორია სწორედ ამ ფეჰლევების დინასტიას უკავშირდება. მეორე მსოფლიო ომში, როცა ინგლისი და საბჭოთა კავშირი ერთობლივად შეიჭრნენ ირანში, რათა გაენადგურებინათ გერმანული ძალები ირანში და ირანში არ ქონოდა დასაყრდენი გერმანიას. ეს ვიდეო კი მთლიანად მიუძღვნოთ ფერეიდნელებს. ჩვენი მხარდაჭერა რაც შეგვიძლია რომ გამოვხატოთ ფერეიდნელების მიმართ ეს მხოლოდ არის მხარდაჭერის სიტყვები კომენტარებში,
და ჩვენი სიყვარული ამ ხალხის მიმართ, რომელმაც ძალიან რთული მართლაც ძალიან რთული გზა გამოიარეს, დღემდე ცხოვრობენ ირანში, სადაც ძალით გადაასახლა შაჰ-აბასმა ქართველების ალბათ ერთ-ერთმა ყველაზე სასტიკმა მტერმა. შეიძლება ათეულში შევიყვანოთ ქართველების მტრებს შორის შაჰ-აბასი. დიდ ქალაქებში იბრძვიან ქართველები, ფერეიდნელი ქართველები თავისუფლებისთვის. იბრძვიან ირანის დასავლური მომავლის. მათ არ სურთ იმ მარწუხებში ცხოვრება, რამ მარწუხებშიც ცხოვრობენ რამდენიმე ათეული წელია. წარმატებები უსურვოთ ირანელ ახალგაზრდებს ამ დიდებულ ბრძოლაში და ვიდეოს ბოლოს მე თქვენ დაგისვამთ შეკითხვას, როგორ ფიქრობთ, მზად ვართ თუ არა მსოფლიოს ახალი გადანაწილებისთვის და კიდევ უფრო სწორი შეკითხვა იქნებოდა, ვიქნებით თუ არა იმათ მხარეს, ვინც მსოფლიოს ახალ ტერიტორიულ გადანაწილებას მენეჯერობს.